ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ეფუძნება ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს FARA-ს. თუმცა სინამდვილეში ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონპროექტი სულ სხვა მიზნებს ატარებს. FARA, რომელიც ამერიკაში 1938 წელს მიიღეს, თავდაპირველად მიზნად ისახავდა ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის აგენტების საქმიანობის გაკონტროლებას. დღეს FARA-ს შესახებ ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ მითებზე ვისაუბრებთ. მითი: ქართული FARA ამერიკულის ანალოგია. ამერიკაში დღეს FARA-ს საფუძველზე სამართლებრივი დევნა ხორციელდება მხოლოდ იმ პირებსა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ფულის გათეთრებაში, თაღლითობაში, სანქციების დარღვევაში, მოსყიდვაში, ტერორიზმსა ან სხვა მძიმე დანაშაულებში არიან ხილებულნი. კანონი არ ეხება ჰუმანიტარულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო, აკადემიურ, სამეცნიერო, სახელოვნებო ორგანიზაციებს, ასევე უცხოური მფლობელობის მქონე დამოუკიდებელ მედია საშუალებებსა და მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებს. FARA-ს ქართულ ვერსიაში ეს ყველაფერი პირიქითაა. ამერიკული FARA არ ნიშნავს, რომ ყველა უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაცია ავტომატურად ითვლება აგენტად. რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია პირდაპირ ახორციელებს უცხო ქვეყნის ინტერესებს, განსაკუთრებით პოლიტიკის სფეროში. ეს მითი, რომ ოცნების FARA ამერიკულის ანალოგია, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია უცხოური გავლენების აგენტის შესახებ ქართული კანონპროექტის გასამართლებლად. თუმცა ამერიკულ FARA-სთან მსგავსება მხოლოდ სახელწოდებასა და ზედაპირულ იდეაშია, ხოლო არსობრივად ეს კანონი სრულიად განსხვავებულ კონტექსტში, შინაარსსა და მიზნებში მოქმედებს. როგორც უკვე ითქვა, FARA ამერიკაში მოქმედებს 1938 წლიდან და მიმართულია უცხო ქვეყნების სახელით მოქმედი ლობისტური სტრუქტურებისკენ. მის ქვეშ არ ხვდებიან დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია საშუალებები, სამოქალაქო აქტივისტები და მასობრივი დახმარების პროგრამები. ქართული ოცნების FARA კი მიზანმიმართულად ფარავს სამოქალაქო ორგანიზაციებს, მედიასა და არასამთავრობო სექტორს. მიზანი მგონი მარტივი მისახვედრია. ყველა, ვინც ოცნებას აკრიტიკებს, უცხოეთის აგენტია. კონტექსტიც აბსოლუტურად განსხვავებულია. აშშ არის კონსოლიდირებული დემოკრატია ძლიერი ინსტიტუტებით, ხოლო საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტების სისუსტის ფონზე მსგავსი კანონები აუცილებლად გამოყენებული იქნება კრიტიკული აზრის ჩასახშობად. ქართული FARA რეალურად არაფრით გავს ამერიკულ კანონს. ის სახელმწიფოს მიერ კონტროლის მექანიზმია, რომელიც დაფინანსების საბაბით საზოგადოებრივი აზრის თავისუფლებას ავიწროვებს. სახელის დამთხვევა არ ნიშნავს, რომ შინაარსიც იგივეა. მითი: ორივე კანონი მხოლოდ ლობისტურ საქმიანობას არეგულირებს. ამერიკული FARA ნამდვილად ფოკუსირებულია ლობისტურ საქმიანობაზე. ანუ მაშინ, როდესაც ვინმე უცხო ქვეყნის სახელით ცდილობს გავლენის მოხდენას ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, კანონზე ან საზოგადოებრივ აზრზე. კანონი მოითხოვს რეგულაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოქმედება ხდება უცხო სახელმწიფოს დავალებით ან კონტრაქტით და მიზნად ისახავს პოლიტიკური გავლენის მოხდენას. არასამთავრობოები, მედია და სხვა სამოქალაქო ჯგუფები ამ კანონის ქვეშ არ ექცევიან, თუ ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ და არ წარმოადგენენ სხვა ქვეყნის ინტერესს. ქართული კანონი კი სრულიად განსხვავებულად მოქმედებს. კანონი არ არის მიმართული მხოლოდ ლობიზმზე, პირიქით. მას დაექვემდებარება ყველა ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებებზე, მედიის თავისუფლებაზე, სოციალურ სერვისების მიწოდებაზე, განათლებაზე და ასე შემდეგ. ქართული ოცნების FARA უცხოური გავლენის აგენტად აცხადებს ყველას. მითი: კანონი მიზნად ისახავს მეტ გამჭვირვალეობას. ქართული ოცნების FARA-ს მიზანი არ არის გამჭვირვალეობა, რადგან საქართველოში უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში. საქართველოს კანონი საბიუჯეტო გამჭვირვალობის შესახებ, საანგარიშო ვალდებულებები, აუდიტი და ასე შემდეგ. კანონპროექტი დამატებით იარაღს იძლევა მიზნობრივი დისკრედიტაციისა და დევნისათვის. კანონში საუბარი არ არის გამჭვირვალობაზე სახელმწიფო ან კომერციულ სექტორში, რაც აჩვენებს, რომ ის მხოლოდ ერთ ჯგუფს, კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობოებს და მედიას ემუქრება. მითი: ტერმინი უცხოეთის აგენტი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ასე იწოდება და არ არის პრობლემური. ამერიკის შეერთებულ შტატებში FARA-ს რეგისტრირებული პირები არ იწოდებიან აგენტებად. ამ ტერმინს მხოლოდ იურიდიული შინაარსი აქვს. საქართველოში კი კანონპროექტის მიხედვით ორგანიზაციებს პირდაპირ ენიჭებათ სტატუსი უცხოური გავლენის აგენტი, რაც ტერმინოლოგიურად რეპრესიულია და ნეგატიური კონტექსტითაა დატვირთული საბჭოთა და რუსულ სტილში.
უცხოური აგენტების შესახებ კანონი ნათლად აჩვენებს, როგორც ცდილობენ ქართულ ოცნებაში საზოგადოებრივ აზრზე манипуლირებას და განტევების ვაცების ძიებას. მიზანი მარტივია: ხელოვნურად გაღვივდეს ნაციონალისტური შიშები, სადაც უცხოელი პარტნიორები ხალხის მტრებად იქცევიან, ხოლო კრიტიკული ხმები გარედან მართულ აგენტებად. ეს შიშები კი საბოლოოდ გამოიყენება სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლების შესაზღუდად და ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის.